როდესაც თქვენ არ ღვევთ ჩვეულ რიტმს, აღარ ხართ ყოველთვის მოსახერხებელი და პროგნოზირებადი, შეიძლება ამან გამოიწვიოს ძლიერი წინააღმდეგობა ყველაზე ახლობელ ადამიანებშიც კი. ეს ნორმალურია. ადამიანები ყოველთვის თქვენზე არ ბრაზობენ. მათ უბრალოდ ეშინიათ იმისი, ვინც ხდებით. მაგრამ ამ მომენტში მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ თქვენი გარემოცვა თქვენივე წარსულის სარკეა. ის შეიძლება თქვენთან ერთად შეიცვალოს, ან უბრალოდ ეცადოს თქვენ შეკავებას. თუ გრძნობთ, რომ გაფერხებენ, ეს არ არის დადანაშაულების საბაბი. დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ რა მიგიყვანათ იქ, რა გაკავებდათ და რა იქნება, თუ დარჩებით ისევ იქ. მნიშვნელოვანია ასევე გააცნობიეროთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება იყოთ საკუთარი თავი. არ გაქვთ ვალდებულება მუდმივად სხვებს მოერგოთ და გარემოცვის ცვლილებაც თუ აქამდე მიხვალთ, ღალატი არ არის. ესაა ნაბიჯი საკუთარი თავისკენ. კი, გარემოცვის ცვლილების შემდეგ შეიძლება თავი იგრძნოთ მარტოდ მოწყენილი, მაგრამ ბევრად საშიშია არასოდეს შეხვდეთ საკუთარ თავს ნამდვილს, ნამდვილ სურვილებს, მიზნებს, ან აირჩიოთ კომფორტი განვითარების ნაცვლად. ზოგს კი აწყობს ეს ვარიანტიც, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ასეთ დროს მნიშვნელოვანია ნახოთ ისინი, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ ზრდა განვითარება, ვინც მხარს დაგიჭერთ, გაგიგებთ და გახსოვდეთ, ის თუ როგორ გექცევიან, არის ანარეკლი იმის თუ რას თანხმდებით თავად.